ესეთი კითხვა. აი ეს მონაკვეთი, რომელზეც ვთქვით, რომ ერთი სტოლია, რომ მობრუნდა, მისი ზომა შეიცვალა თუ არა? არ შეცვლილა, ანუ შემიძლია მობრუნების შედეგად მიღებულ მონაკვეთს დავაწერო ისევ 1, ხო? რომ x-ი არის აფსისათა ღერძი და y-ი არის ორდინატთა ღერძი. ახლა ამ მობრუნების შემდეგ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავადგინოთ ახლა აი ამ წერტილის კოორდინატის ნაცვლად უკვე მობრუნების შედეგად მიღებული წერტილის კოორდინატი. იმისთვის, რომ მე ეს ყველაფერი დავადგინო, აქ კოორდინატი რა იყო გამახსენეთ აბა? პირველად, როდესაც x ღერძზე ავიღე ეს წერტილი, თუ ეს ერთი სტოლია რა მომიწევს აქ? x-ი მომიწევს 1, ხოლო y-ი ამ დროს 0. ახლა მობრუნების შედეგად აქ დავსვათ კითხვის ნიშანი. არ ვიცი ჯერჯერობით აქ რა მექნება. რას ვაკეთებ? ამ წერტილიდან უშვებ მართობს. ვქმნი აქ მართკუთხა სამკუთხედს 90 გრადუსიან კუთხეს და ამის შედეგად უკვე ვიწყებ რა ცოდნაც მაქვს ამ მართკუთხა სამკუთხედთან დაკავშირებით იმის გამოყენებას. რა ვიცი? კი ბატონო, ბარემ შევავსოთ და დავწეროთ რომ ეს არის 60 გრადუსიანი კუთხე და დიახ, მართკუთხა სამკუთხედში 30 გრადუსიანი კუთხის წინ მდებარე კათეტი არის ჰიპოტენუზის ნახევარი. ანუ რა გამოდის, რომ ეს მონაკვეთი, რომელიც ჩვენ მოვაბრუნეთ და ისევ ერთი სტოლია, მისი ნახევარი მოგვიწევს დავწეროთ აქ 1/2 და დასადგენი გვაქვს ახლა აქედან აქამდე მანძილი, ხო? ეს ხო არ ვიცით, ჩვენ ვიცით ეს მთლიანი მონაკვეთის ზომა. ეს როგორ დავადგინოთ? დავწეროთ მას 1-ის კვადრატს. რას ვიყენებ რა თეორემას? პითაგორას თეორემის თანახმად. აბა, გისმენთ. ეს კონკრეტული ზომა რო გავარკვიო? დიახ. ცალკე გავიხსენოთ, მართკუთხა სამკუთხედი მაქვს. მაქვს კათეტი და ჰიპოტენუზა. დიახ, პითაგორას თეორემა რო ჩავწერო, კათეტის კვადრატს უნდა დავამატო კათეტის კვადრატი და ვიპოვი ჰიპოტენუზის კვადრატს. ანუ რა გამოდის, როდესაც მე აქ საპოვნელი მქონდა კათეტი. დიახ, თუ თვითონ კათეტია ჩემი საპოვნელი, რა ვწერ? ჰიპოტენუზის კვადრატს გამოკლებული ცნობილი კათეტის კვადრატი, ხო? თუ ჰიპოტენუზა მექნება საპოვნელი, მაშინ კი ბატონო, კათეტების კვადრატს დავაჯამებ, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი კათეტია საპოვნელი, პირიქით სხვაობა მიწევს რომ გავაკეთო. ამიტომ წერ x კვადრატი ტოლია 1-ის კვადრატს, ანუ ჰიპოტენუზის ზომას, გამოკლებული ცნობილი კათეტის ზომის კვადრატი. ცნობილი კათეტი რამდენი იყო რომ გავარკვიეთ? 1/2. ეხლა ამას შეგნებულად არ შევცვლი, აწილადად არ გადავიყვან, იმიტომ რომ სადღაც უნდა მივიდე კონკრეტულ მნიშვნელობასთან, რომელიც ხილში არის ისეთი სახით წარმოდგენილი, აწილადიდან მერე გაგვიჭირდება მაგ მისვლა. ტოლია, გისმენთ? პლუსი მომესმა? 1/4. ან გავაერთნი შნელიანად 4 - 1, ანუ 3/4. ანუ x-ი ტოლია ფესში ჩავსვათ და ამოვიღოთ მაგიდან ფესვის 3/2. ესე იგი, ეს ზომაც გავარკვიეთ და ვიცით რომ არის ფესვის 3/2. ეხლა, მაშინ ამ წერტილის კოორდინატების დასადგენად უკვე ყველაფერი მზად არის, ხო? ჩავწეროთ, აბა, აქედან აქამდე მანძილი თუ ფესვის 3/2-ია. ამ კონკრეტული წერტილის x კოორდინატი გამოდის რამე გვეღია? ფესვის 3/2. ჩავანაცვლოთ. შემდეგ რაც შეეხება y კოორდინატს, ახლა ამ წერტილისთვის y-ს რო ვეძებ, ესე იგი, დიახ, მჭირდება რომ გავარკვიო აქედან აქამდე მანძილი რამდენი იყო. აბა დააკვირდით, რამდენია აქედან აქამდე მანძილი? 1/2. ჩავწერე 1/2. ეხლა წერტილთა წყვილს როგორც შევთანხმდით, პირველი x-ი რო გვიწერია, მეორე y-ი რო გვიწერია, აღვიქვამთ როგორც კოსინუსი და სინუსი, ხო ესეა? მაშინ შევავსოთ ცხრილი. რომელი ზომა გავარკვია ახლა მე? 30 გრადუსი არის 1/2, ხოლო კოსინუსი 30 გრადუსზე არის ფესვის 3/2. კოტანგესთან სანამივო ტანგესი ხوار დავწერო ჯერ. ტანგესისთვის დავწერ ბარემ ეს რადგან არის სინუსის კოსინუსთან შეფარდება. მაშინ 1/2 რო შევაფარდო ფესვის 3/2-ს. დიახ, წილადზე გაყოფისას ვამრავლებთ შებრუნებულზე. შებრუნების შედეგად ეს აქ მომშორდება და მექნება 1 შეფარდებული ფესვის 3-დან. ასია ხოლმე ცხრილში მოცემული? დიახ, ანუ ირაციონალობაც უნდა მოვსყოთ ბარემ, ანუ ნიშნელში ფესვი მოვაცილოთ, რისთვისაც მოგვიწევს ნიშნელი გავამრავლოთ თავის თავზე და იძულებულები ვართ მრიცხველიც გავამრავლოთ იგივეზე, რომ ნიშნულობა არ შეიცვალოს თვითონ. ამ შემთხვევაში გვექნება ზევით ფესვის 3, ხოლო ქვევით უკვე მივიღებთ 3-ს. ეხლა რაც შეეხება კოტანგეს,
კი ბატონო, ჩავწერ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ფესვის 3 მეორედი გაყოფილი 1/2-ზე, ანუ პირიქით ვწერ ამჯერად და მივიღეთ, რომ ესენი შეგვეკვეცა და დაგვრჩა ფესვის 3. ანუ პირველი გრადუსული ზომა ცხრილში შევავსეთ.